მოგესალმებით მესტიიდან 2026 წლის 15 მაისია. ახლა მე მინდა ვილაპარაკო სოფლიოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და აგრეთვე მათ სავარაუდო გავლენაზე, ზოგადად სოფლიო ვითარებაზე, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ გადავიდოდე ზემოხსენებულ საკითხებზე და ზემოხსენებულ და სხვა საკითხებზე უფრო დეტალურად სასაუბროდ, მოგიწოდებთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოოთ აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ამ აკაუნტზე არსებულ მასალასთან, ამ აკაუნტზე არსებულ მასალისადმი. ახლა რაც შეეხება ზემოხსენებულს და სხვა საკითხებს. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დაძაბული ვითარება არის ახლა მსოფლიოში. მათ შორის საკმაოდ არის დაძაბული ვითარება ირანის ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და გარკვეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმია, რომელიც მოგეხსენებათ ამის წინ სერიოზულად იქნა დარღვეული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ შეტაკებებს, სერიოზულ ცეცხლის ურთიერთგაცვლას. საკმაოდ ძიმე ვითარება არის ორმუზის სრუტის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ორმუზის სრუტე ეს არის ის სრუტე, სადაც აღნიშნული ომის დაწყებამდე დღეში მოძრაობდა, გადაადგილდებოდა დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი, რაც სოფლიოში მოპოვებული ნავთობის დაახლოებით 20%-ში ადგენს. სოფლიოში დაახლოებით 105 მილიონი ბარელი მოიპოვება დღეში. ყოველ შემთხვევაში ამ ომის დაწყებამდე ეს მოიპოვებოდა და გადაადგილდებოდა აღნიშნულ სრუტეში ომის დაწყებამდე წელიწადში დაახლოებით 120 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი აირი, ანუ გაზი. ანუ დაახლოებით 3% სოფლიოში მოპოვებული ბუნებრივი აირის, ანუ გაზის სოფლიოში დაახლოებით 4 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, ანუ გაზი მოიპოვება წელიწადში. ასე რომ ვითარება არის საკმაოდ დაძაბული, ცეცხლის შეწყვეტა საკმაოდ მყიფეა. ასევე საკმაოდ არის დაძაბული ვითარება ისრაელ-ლიბანის მიმართულებით, სადაც ისრაელისა და ჰეზბოლას შორის მიმდინარეობს ინტენსიური ცეცხლის გაცვლა. ისრაელს დაკავებული აქვს სამხრეთ ლიბანის გარკვეული ტერიტორიები და აცხადებს, რომ მან ეს ტერიტორიები დაიკავა იმისათვის, რომ შექმნას ბუფერული ზონა თავისი ტერიტორიების დასაცავად ჰეზბოლას შეტევებისაგან. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ დაძაბულია ვითარება. მოგეხსენებათ, რომ პაკისტანსა და ავღანეთს შორის მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები და იქაც საკმაოდ მყიფე ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ დღეს პაკისტანში განხორციელდა ტერორისტული აქტი განხორციელდა და ექსპერტები შიშობენ, რომ ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ისედაც მყიფე ცეცხლის შეწყვეტას პაკისტანსა და ავღანეთს შორის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ დაძაბული არის ვითარება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის მიმართულებით. ახლა ეს არის საბჭოთა კავშირის დროინდელი რუქა არის, მაგრამ აქ ასე ვთქვათ ვიზუალური წარმოდგენისთვის, შეიძლება ვიზუალური წარმოდგენისთვის გაჩვენებთ ახლა აქა. მაგალითად, გუშინ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ინტენსიური შეტევა განახორციელა რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე, რასაც მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. დღეს კი უკრაინის მხრიდან ძლიერი შეტევა იქნა განხორციელებული რუსეთში, კონკრეტულად რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 500 კილომეტრით არის დაშორებული რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან. ასე რომ საკმაოდ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ამ მიმართულებითაც და ახლა გუშინ წინ იყო CNN-მა გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც ლაპარაკი არის იმაზე, რომ გასული ერთი თვე იყო ის თვეო, როდესაც რუსეთმა უფრო მეტ ტერიტორიაზე დაკარგაო კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე, ვიდრე დაიკავა, ანუ რაღაც რაოდენობის ტერიტორიები დაიკავა რუსეთმა, მაგრამ უკრაინამ უფრო მეტი თავისი ტერიტორია გაანთავისუფლა რუსეთისაგან. ანუ ამ ლაპარაკი არის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში რუსეთს ტერიტორიის ხრივ უკრაინაში ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსიის მიმართულებით მატება კი არ აქვს, არამედ კლება აქვს. ამ დაძაბულ ვითარებაში მე მინდა მოგახსენოთ, რომ
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა შეხვედრა მსოფლიოს ორი ყველაზე უფრო ძლევამოსილ სახელმწიფოს ლიდერებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ორი ყველაზე უფრო ძლევამოსილი სახელმწიფო, როდესაც ვახსენე, აქ ეს მართლაც ასეა. დღესდღეობით აი მაგალითად ბევრს ისტორიიდან გეცოდინავთ, ბევრს გემახსოვრებათ. მაგალითად, გასული საუკუნის 70-იან წლებში 80-იანი წლების გარკვეული პერიოდი სოფლიოს ორი ყველაზე უფრო ძლევამოსილი სახელმწიფოებად ითვლებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი და როდესაც მათი ლიდერები ხვდებოდნენ ერთმანეთს, ეს ძალიან დიდ საერთაშორისო მოვლენად ითვლებოდა. მაგრამ ახლა უკვე აშკარაა, რომ სოფლიოში ორი ყველაზე უფრო ძლევამოსილი სახელმწიფო ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი და მაგალითისათვის გეტყვით ახლა და რაც შეეხება რუსეთის ფედერაცია უკვე როგორც მოგეხსენებათ, როგორც ეკონომიკურად, ასე სამხედრო ძალითაც თუ არ ჩავთვლით ბირთვული იარაღს, მასიური განადგურების იარაღს, საკმაოდ დიდ კრიზისშია, ამას ადასტურებს უკრაინაში მისი წარმოებული აგრესიული ომის, სადაც უკვე დაახლოებით 4 წელიწადზეა უკვე მეტი გასული, რაც ეს ომი მიმდინარეობს და უკვე გარდა იმ ტერიტორიებისა, რომელიც მან თავიდან ჯერ ყირიმი 2014 წელს და შემდეგ თავიდან ომის დასაწყისში რომ ასე ვთქვათ დაიკავა, იმის შემდეგ ფაქტიურად უკვე 3 წელნახევარია დაახლოებით ფაქტიურად ტერიტორიული წინსვლა მას არ აქვს, როგორც მოგახსენეთ, ბოლო 1 თვე მას უკვე პირიქით კლება აქვს. ასევე მაგალითად ეკონომიკურად მოგითხრათ, ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალში არის $32 ტრილიონ მეტი, წყიდული უნარიანობის პარიტეტითაც იგივეა ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი რადგან წყიდული უნარიანობის პარიტეტით შიდა პროდუქტის გაანგარიშებისას ამერიკის შეერთებული შტატები არის 10 ადგილად აღებული და აქედან ამერიკის შეერთებული შტატებთან შეფარდებით იზომება წყიდულობით უნარიანობა, იქაურთ ფასებთან შეფარდებით სხვადასხვა ქვეყნებში. ხოლო ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალში არის $20 ტრილიონი დაახლოებით, $20 ტრილიონ მეტი, ხოლო წყიდული უნარიანობის პარიტეტით $44 ტრილიონ მეტი. ცნობისათვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ნომინალში დაახლოებით $120 ტრილიონი, ხოლო წყიდული დაახლოებით 115 თუ 120 ტრილიონი დოლარი, ხოლო მსყიდული უნარიანობის პარიტეტით დაახლოებით $220 ტრილიონი ფარგლებში და ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამერიკის ეს მე რასაც მოგახსენეთ, ეს არის ეს მთლიანი შიდა პროდუქტები, ეს არის ოფიციური მონაცემები. და ანუ ამ ოფიციური მონაცემებით გამოდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ერთობლივ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მსოფლიოს ნომინალში მთლიანი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 40%-ზე მეტია, ხოლო წყიდული უნარიანობის პარიტეტით კი დაახლოებით 1/3 მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტისა. და ხოლო რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ნომინალში დაახლოებით $2 ტრილიონ 600 მილიარდი, ხოლო წყიდული უნარიანობის პარიტეტით კი დაახლოებით $7 ტრილიონ. ანუ თქვენს ხედავთ, რამხელათი უფრო ნაკლები მოცულობის არის მისი მთლიანი შიდა პროდუქტი, როგორც ნომინალში, ასევე წყიდული უნარიანობის პარიტეტით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთთან შედარებით. და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ყურადღება მსოფლიოს მედიის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ იყო ეს აღნიშნული შეხვედრა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის, მაგრამ ზემოხსენებული შეხვედრა დასრულდა, მაგრამ როგორც მედია იუწყება, მაგალითად გეოპოლიტიკური და კონფლიქტური მიმართულებებით, რაიმე კონკრეტულ შედეგზე ლაპარაკი ჯერჯერობით ამ შეხვედრიდან გამომდინარე საერთაშორისო მედიაში მაინც ლაპარაკია და უფრო ლაპარაკი არის იმაზე, რომ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა კონფლიქტების იმ ომებთან დაკავშირებით, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ამ შეხვედრიდან მიღწეული რაიმე ასეთი პროგრესის მიღწევა ამ შეთანხმებიდან არ ჩანსო. აი ასეთი ვითარება არის და ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი გავლენა აქვს მათ შორის საქართველოს, ზოგადად მსოფლიოზე ამ მოვლენებს, ასევე საქართველოზე, მით უმეტეს ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, რადგან ნავთობის გაძვირება რა თქმა უნდა აისახება მთელ მსოფლიოზე, მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე და ფასებზე, ასევე აისახება რა თქმა უნდა საქართველოზე, როგორც დიდწილად ნავთობის იმპორტიორ ქვეყანაზე და დანარჩენი მოვლენების განვითარება ალბათ გამოჩნდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად გრძანდებოდეთ.